კაც რო გეიცოდი. და მყრით ეს შენი. კაი და ერთ ანეკდოტს მოყვებ, ბარემ რა. ერთს მეუყვები და მე შე. აი. ნუ ძღოლებთან ახლა ხშირად თქვენ, ნუ ტაქსის ძღოლები ცალკე ფენომენია, მაგრამ ავტობუსის ძღოლები არის სულ სხვა ფენომენი, ანუ და ახლა აღმოვაჩინე, რომ სხვანაირად არიან, ნუ რაღაცა უკან უზივარ წარმოვიდგინე და ნუ მოვდივართ რაიონიდან აქეთ, ნუ ჩვენ თანამშრომლები და ყველაფერზე, ყველა რაღაცა თემაზე აქვს რაღაცა ისტორია მაგალითად. აი მაგალითად მოვდივართ ქუჩაში და შეხვდა რაღაც ავარია. აუ იმ დღეს ბიჭო იქ ავარია იყო. ყველაფერზე რაღაცა მაგალითად გაწვიმდა, იმ დღეს გაწვიმდა და ავტობუსი მომიცურდა და ყველაფერზე ისტორია. ყველაფერზე ისტორია და ჩვენი თანამშრომელი ოლია გრიმიორი არის და თაფლი მოუნდა. ნუ თაფლი მინდა უგზაში რომ რაღაც წამალი უნდა გავაკეთო და თაფლზე გამახსენდა. თან ეს თაფლზე რა უნდა გაგახსენდა? რა გაგახსენდა? რა გაგახსენდა და მოვდივარ ამას წინაც მოვდივარ და სადღაც სენაკში ვარ იძახის. და გზაზე მოვდივარ და შუა ტრასაზე არის აი ესეთი დიდი შავი რაღაც ღრუბელი დგას. შავი ღრუბელი მეთქი ეტყობა და ნის არა შავი ღრუბელი დგას და მოვდივარ ერთი 100-თო და მიუახლოვდი თუ არა მიუახლოვდი და დავინახე ფუტკარი გამოქცევიაო ვიღაცას და ფუტკრების აი ესეთი დიდი ისიც გავა. გუნდიო და გავიარე ჩემი ავტობუსით ამ ფუტკარში და მთელი ავტობუსი თაფლიანი იყო. სულ თაფლი აი ესო ჩავთო თაფლი აი ესე გეული პური რომ იგე წაგისვავდა თაფლი თაფლი იყო და სხვათა შორის მე მეუბნება სხვათა შორის სუხოი ამორტიზატორის რეზინებს ვაფშე ხმა აღარ ხონდა. და დაზე გასმა